გამარჯვების ბიჭები იმედის კვირის მასპინძლები არიან ქეთი ქარდავა და დავით ფირუმაშვილი განაგრძობენ საქართველოს ნაკრების წევრებთან სტუმრობას. გამარჯვება, წარმატება და სიხარული, რომელიც ბიჭებმა მოგვანიჭეს, განსაკუთრებულ მოფრთხილებას იმსახურებს. 26 მარტის ისტორიული მატჩის და გამარჯვების შემდეგ ნაკრების თითოეულ წევრზე ბევრი უნდა ვისაუბროთ. თითოეულ მათგანთან შეხვედრა ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის რა თქმა უნდა დღესასწაული არ უნდა დავიღალოთ გულშემატკივროთ, სხვა ჩვენ არაფერი შეგვიძლია. ბურთი და მოედანი მათ, გულშემატკივრობა და მხარდაჭერის დიდი არმია ჩვენ. იმედის კვირა გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ბუდუ ზივზივაძე სტუმრობდა. ფეხბურთელს, რომლის სიყვარულსა და ფანობაში ქართველები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ბურთი საჯარიმოს ხასთან ერთი შეხედვით შეკვეთაზე თუ მოახერხებს. რა მაგარი პასი და არა, სამწუხაროდ ყველა სულოს ამბით გამარჯვებას დავიღალეთ არა და სასტუმროს ვერ იშოვის შენებთან სახში ვეპატიჟე. ჩვენ არა მარტო გამოვეხმაურეთ ბუდუ ზივზივაძის შეთავაზებას ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, არამედ 2 თვით ადრე ჩამოვედით კარლსრუეში და ჩვენი მასპინძელი დღეს იქნება ბუდუ ზივზივაძე და თან სახლში. უკვე მოვედით. ადრე ჩამოვედით, მაგრამ ჩვენ პირველები ვართ სტუმრები, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი მიიღებს ამ შეთავაზებას დარჩენასთან დაკავშირებით და რაღაც კომენტარები ნახეთი და ხალხი ძალიან ელოდება ხო ზაფხულს და იმას რომ ჩემთან შეიძლება დარჩენა. რა ეს უკვე ადგილი აქვთ შერჩეული ფოტოებიდან გამომდინარე. რატომ შესთავაზე? ხო არ დანოფ უკვე. არა, ნუ რავი ემოციურად ვიყავი და მინდოდა რომ ხალხი მართლა ვიც შეძლებს, მართლა შეუძლიათ რომ დარჩენა ჩვენთან. რამდენი ადამიანი დაეტევა შენი აზრით? ფეხზეც დავდგები თუ ამბობენ? ფეხზე დადგომით მაშინ ბევრი რა. ჩემპიონატის დროს ბუდუ სტუმრებს სახლში ვერ დახვდება, მაგრამ კარლსრუეში ჩვენი ვარსკვლავის სახლის და გულის კარი ღიაა. ყველასთვის თანაბრად საყვარელი სპორტსმენის უდიდესი სურვილია გააგრძელოს გულშემატკივრების გახარება და ფანებისთვის იმ სიყვარულის უკან დაბრუნება შეძლოს, რაც თბილისში გამართული